ერგო ავსაჯანიშვილთან ერთად. 9 აპრილი 1999 წელი თბილისი რუსთაველის გამზირი. დღე, როდესაც 21 ადამიანი დაიღუპა და ასობით ადამიანი მოიწამლა რაღაც ქიმიური ნივთიერებებით და საშუალებებით. დღე, რომელმაც გარდამტეხი როლი ითამაშა რეალურად ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გზაზე. 9 აპრილი არის მომენტი, როდესაც კონტროლი ხორციელდებოდა ფიზიკურად, ძალით, დღეს კი ხშირად ის არის უხილავი, ხო? და ჩვენ ხედავთ რა ხდება და როგორ მიმდინარეობს დღეს კონფლიქტები მსოფლიოში, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში და ხედავთ როგორ შეიცვალა ომმა თავისი ფორმა. დღეს რეალურად ომი აღარ მიმდინარეობს მხოლოდ ფრონტზე, ხო? ის არის ინფორმაციაში, მონაცემებში და აღქმაში. დღეს მოკლედ აი ჩვენი მთავარი ასე ვთქვათ, headline-ი ომში იარაღი იცვლება და დღეს ეს იარაღი მონაცემებია. ეს Business Space-ია, საქმიანი პოდკასტი, მე კი მისი ავტორი ერგო ავსაჯანიშვილი გახლავართ. დღევანდელი პოდკასტის წარმომდგენი არის იურიდიული კომპანია DPT Consulting-ი და მინდა მივესალმო ის ასე ვთქვათ, დამფუძნებელს და აწიუკვე თანაწამყვანს და მადლობა უთხრა მას ესეთი აქტიური ჩართულობისთვის. ჯონი, მოგესალმები. მოგესალმებით, მივესალმე მაყურებელს, მივესალმები მსმენელს. ხო, 9 აპრილს შეეხედა ჩვენ ძვირფას სტუმართან ერთად შევეხებით ამ თემას. გაკვირვით ვისაუბრებთ, იმიტომ რომ როგორც ნახეთ, წინა გადაცემაც ამას მიეძღვნა, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თემები გვექნება დღეს განსახილველად, ეს არის business intelligence, საერთაშორისო უსაფრთხოება, როგორ შეიძლება ეს ბიზნეს გამოადგეს და რა უნდა გაკეთდეს ამისთვის. მათ შორის წინა გადაცემაში ვისაუბრეთ ჩვენ საჯარო წყაროებში დაზვერვაზე, ოსინძე, ვისაუბრეთ სხვადასხვა აპლიკაციების და მონაცემების დაცვაზე. დღეს საჯაროობას და მონაცემთა დაცვას დაუპირისპირებთ ერთმანეთს ჩვენ სტუმართან ერთად. დღეს ჩვენთან სტუმრად არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი ბატონი მიხეილ გოლიჯაშვილი. მიშა, გამარჯობა. მოგესალმებით, მადლობა. მოდი დავიწყოთ პირველი შეკითხვით და შემდგომ აი ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია და რეკომენდაციების გავუზიაროთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. პირველი კითხვა დღევანდელ დღეს გვერდს ვერ აუვლით, იმიტომ რომ ამან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მთლიანად საქართველოზე და არა მხოლოდ საქართველოზე, ესე ვიტყვი და განსაკუთრებით ჩვენ თაობაზე, რომელიც ამ რეალობაში გაიზარდა. უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი ხარ და გეყოლება ჩვენზე ასაკით პატარა სტუდენტებიც რა თქმა უნდა და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია მე მგონი და არა მხოლოდ მათთვის და ალბათ რაღაცები არ უნდა დავივიწყოთ. და რადგანაც ჩვენი გადაცემა ეძღვნება და განკუთვნილია სამართლებრივ საკითხებზე სასაუბროდ და არა მხოლოდ სამართლებრივ საკითხებზე სასაუბროდ, მოკლედ რო შევეხოთ, რა სამართლებრივი გარემო არსებობდა 99 წელს და რა ლეგიტიმაციით მოქმედებდა პირდაპირ თქვათ რუსეთის სახელმწიფო აი ამ მნიშვნელოვან დროს. ხო, საინტერესო თემა არის, საინტერესო შეკითხვა არის, მით უმეტეს ესეთ მნიშვნელოვან დღეს ვთვლი რომ აუცილებლად ამაზე უნდა ვისაუბროთ და რაც თავი არის სიღრმისეულად უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ 9 აპრილი არიან ადამიანებისთვისაც ეს უბრალოდ დღე არის, ვიცით რომ ბევრი ადამიანი, ბევრი საჯარო სამსახური ისვენებს ადამიანები საშუალება ეძლებათ რომ თავის ოჯახებთან ერთად იყვნენ, მაგრამ სიღრმისეულად და ვიცით რომ რა უნდა მიძღვნილი არის გმირებისთვის იმ ადამიანებმა, ვინც თავისი სიცოცხლე გაწირეს ქვეყნის კეთილდღეობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ ეს სიღრმისეულად ეს თემა იმდენად აქტუალური არ არის და სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში არ განიხილება ხოლმე და კარგი არის რომ აი ზუსტად ეს სიღრმის ერთ ასპექტზე, თუნდაც იურიდიულ ასპექტზე ამაზე საუბრის საშუალება გვეძლევა. მე უბრალოდ სანამ ამ თვითონ ამ ნაწილზე გადავალ მოკლე რაღაც ჩემი ხედვა მინდა თვითონ 9 აპრილთან დაკავშირებით თქვა, ჩემი მეგობრის, ძალიან ახლო მეგობრის პოსტი დავინახე დღეს Facebook-ზე, ესეთი რაღაც საინტერესო გამოხმარება და ხედვა ქონდა, რომ ჩვენთვის 9 აპრილი არის გამოცხადებული როგორც გლოვის დღე, ხო? ნუ ამ ადამიანებს ვიხსენებთ, მათ გმირობას, მათ თავდადებას, მათ ცხოვრებას. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი არის სიმბოლიზმში რომ გადადეს, იმიტომ რომ ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის ზოგადად სიმბოლიზმი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გავა წლები, გავა 50 წელი, გავა 100 წელი და ეს 9 აპრილი დარჩება როგორც სიმბოლო ქვეყნისთვის. და როგორი სიმბოლო იქნება რეალურად ის ადამიანები განსაზღვრავენ, ვისაც ეს რეალურად ახსოვს. ჩვენთვის ეს ახლო ისტორია არის და მნიშვნელოვანი არის რომ ეს უბრალოდ არ იყოს ჩემის აზრით და ალბათ ბევრი დამითანხმება, რომ უბრალოდ გლოვის დღე, მაგრამ ამავდროულად იყოს როგორც
ინგლისურში არის სიტყვა celebration-ი, არ ქართულად რაღაც ეს აღნიშვნას ან რაღაც შეიძლება ამ მიმართულებით თარგმნოთ, მაგრამ აღნიშნო და ვიზეიმოთ იმ ადამიანების ცხოვრება, იმ ადამიანების წვლილი, იმ ადამიანების თავდადება და ჩემი აზრით ამ პერსპექტივით რომ შევხედავთ, არა მარტო გლობალ მნიშვნელოვანია გახსენება, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ პერსპექტივით რომ შევხედავთ, ხშირ შემთხვევაში ხედავთ რეალურად რასთან გქონდა საქმე, ხო? ეგ 9 აპრილი იყო რეალურად, არა მხოლოდ 9 აპრილი, მაგრამ მათ შორის 9 აპრილი იყო წინაპირობა იმისა, რომ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ. დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და ალბათ შევქმნით კიდეც იმ რეალობაში და აი ეს ხო სიმბოლური კავშირი ამ დღესთან დაკავშირებით, ამ დღესთან მიმართებით ძალიან ისეთია. ჩვენ გვაქვს, ჩვენ თაობას ყოველ შემთხვევაში ეს ახსოვს კარგად და იმიტომ რომ გამოცადეთ რა, იმ რეალობაში ვცხოვრობდით, ვიზრდებოდით და მე მახსოვს ჯერ კი პატარა ვიყავი იმ დროს, მაგრამ როცა უკვე რაღაც მეხსიერება ჩამოყალიბდა, მახსოვს როგორ აღწერდნენ ჩემი მშობლები, მე ნაცნობები ამ დღეს, როგორი ის იყო ტრაგიკული და მძიმე იყო მათთვის და ემოციურად აბსოლუტურად გააზრებადია ჩემთვის და მე მგონი ჩვენი მოვალეობა ისცა რომ ეს გავაგზელოთ რა, ეს ჯაჭვი არ გავწყვიტოთ და ეს კავშირი დავანახოთ. აუცილებლად. ძალიან მნიშვნელოვანი. და ეს მეორე საკითხი, რაც ანუ დეტალური იმებზე კანონიერი ფარგლები და ნუ ეს რაც არ უნდა გასაკვირი იყოს იმ პერიოდში, ანუ ეს დემონსტრაციები საქართველოში და ეს მიტინგები, ნუ რა თქმა უნდა აპრილში, არც 9 აპრილს დაწყებულა, არც აპრილში დაიწყებს რამოდენიმე თვეებით ადრე, ნუ ეს პირველად ესეთი მასიური მსვლელობები 88 წლის ნოემბერში დაიწყო და ნუ ეს მიმდინარეობდა და ამასთან დაკავშირებით ნუ რა თქმა უნდა ეხა საბჭოთა პარტიაც უხდებოდა, არ იყვნენ კმაყოფილები, ესეთი მით უმეტეს ზოგადად საბჭოთა კავშირში დაძაბული სიტუაცია არის, საგარეო პოლიტიკას სახარბიელო სიტუაცია არ არის, მაგრამ კანონით იმ პერიოდში ანუ ეს დემონსტრაციები ანუ არ იყო შეზღუდული, ადამიანებს ჰქონდათ იმის უფლება რომ ქუჩაში გამოსულიყვნენ, მათი აზრი გამოეხატათ, დაიფიქსირებინათ რომ აზრები ეთანხმებოდნენ, არ ეთანხმებოდნენ მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ ერთი რა თქმა უნდა, როგორც ყველა საბჭოთა მიმართულებაში ნაღმი იყო ამ ყველაფერს ჩადებული და ამ კანონშიც ეს ნაღმი ნიშნავდა რომ ეს ყველაფერი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ადამიანების ინტერესებს, საბჭოთა კავშირის მოქალაქეების ინტერესებს. რაც პარტიას აძლევდა ძალიან დიდი გლობალურად კავშირზე იყო, ხო, საუბარი და არა საქართველოს მოსახლეობაზე, რა, როგორც ზოგადად საბჭოთა კავშირის მოსახლეობას, ანუ მიტინგის მოთხოვნები, მათი აქტივობა, მათი ყოველდღიური ქმედებები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს და ანუ რაღაც არ უნდა უპირისპირდებოდეს ხალხის საბჭოთა ინტერესებს. მაგრამ ეს იმხელა ინტერპრეტაციის საშუალებას ტოვებს და დაუტოვა კიდევაც პარტიას, რომ ანუ რას ნიშნავს ჩვენი ინტერესები, ხო? ჩემი აზრით მე ვფიქრობ, რომ ინტერესები მაშინ საქართველოსი და ის მოქალაქეები, ვინც მაშინ შეკრებილი იყვნენ, ვფიქრობდნენ, რომ ჩვენი ინტერესი არის, რომ დაუტოვოს საბჭოთა კავშირი და საქართველოს იყოს დამოუკიდებელი ქვეყანა, ну პარტიის ინტერესები აბსოლუტურად განსხვავებული იყო და აქედან გამომდინარე მათ შეიძლება ჩათვალეს კიდევაც რომ ნუ აი ის რაც გააკეთეს და ის ადამიანების ძალით დაშლა და თუნდაც თქვენ როგორც ახსენეთ ქიმიური იარაღის გამოყენება შეიძლება ქიმიური გამოყენება არც ერთ შემთხვევაში არ არის ლეგიტიმური და ნუ საერთაშორისო კონვენციებით რა თქმა უნდა იკრძალება მაგრამ ნუ ეს დაშლა და ძალის გამოყენება შეიძლება მათი მხრიდან რაღაც ლეგიტიმური ლეგიტიმაციას იქმნიდა ხოლმე არა მხოლოდ საბჭოთა კავშირი მე რუსეთისთვისაც დამახასიათებელია ეს რა ცდილობს რომ ლეგიტიმურ ფარგლებში იმოქმედოს ეს ლეგიტიმაცია რამდენად სამართლებრივია უბრალოდ რამდენად სამართლიანია ცალსახად მან კითხვის ნიშნები არსებობს და პრინციპში არანაირი კითხვის ნიშანი არსებობს არანაირი სამართლიანობას ის არ ემსახურებოდა და ინტერვენცია იყო და თავისუფლების შეზღუდვა იყო ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაგრამ იურისტებს გვჩვევია ხოლმე ხო ის რა ნათქვამია სადაც ორი იურისტი არის გამოთქვამს რომ სამი აზრი არისო და ეგ ჩემ თავზეც გამოცდილი მაქვს ჩემ კოლეგებთანაც გამოცდილი მაქვს და ამ ტერმინებზე ყოველთვის მიდიოდა ხოლმე ჭხუბი რომელიც მე კამათი მიდიოდა რომელიც ჭხუბში გადაიზრდებოდა ხოლმე აი როგორ დავწეროთ რა ეს აქ დავწეროთ აქ მძიმე დავსვათ თუ არ დავსვათ საბოლოოდ ისეთ დოკუმენტებს წერთ ხოლმე სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ რომ სხვა ადამიანებისთვის ის გაუგებარი არის რა და ხშირად მე რო გადავხედავთ ხოლმე ჩვენთვისაც გაუგებარი არის ხოლმე რა დავწერეთ მაგრამ ვცდილობთ რომ ეგრე არ მოვიქცეთ და ამ გადაცემის მიზანი ის არის რომ რაც გაუგებრად წერია და გაუგებრად გვეჩვენება რომ აბსოლუტურად გასაგები და გამჭვირვალე გავხადოთ და დავიხაროთ წერია რომ გავიგოთ რომ წერია ხო ხო ბევრი რაღაც არის
რაღაც ვალდებულებები აქვს დაკისრებული სახელმწიფოს ჩვენთვის, რომელიც შესახებაც წარმოდგენაც არ გქონდა და წეგა რომ საუბრობთ ეგრე მოვყევით, რომ აი ჩვენც გვიკვირს ხოლმე, რომ ვა, ეს მართლა არის ესე გაოცების დონეზე. ხო და საინტერესო არის, აი ზუსტად რაც თქვით ეხლა რაც ვისაუბრეთ, ზოგადად ამ რეგულაციებზე კანონში, იურისტი არ ვარ, მაგრამ ეს კანონში რაც როგორც ეძახიან open-ended წინადადები რო არის, ანუ დაკონკრეტებული რო არ არის, სწორედ ეს იყო, ანუ საბჭოთა მექანიზმი იყო, რომ მე იქ ჩავწერო თქვენ გამოდით, შეგიძლია დემონსტრაცია ჩაატაროთ, კი ბატონო, ამაზე პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ ეს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ხალხის ნებას, ხალხის და ამის უკვე მე როგორც პარტიის წევრს მე უკვე ინტერპრეტაციის საშუალება ყველაფრის გაკეთება შემიძლია. ანუ ის კანონი რეალურად შეიძლება ლეგიტიმაციას ფორმალურად აძლევდა, მაგრამ ამავდროულად ყველაფრის გაკეთების საშუალებას აძლევდა. არა და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი რაც არის სამართალში და ადამიანის უფლებებში მათ შორის ეს არის, რომ კანონი, რომელიც მე მეხება, ჩემს უნდა იყოს გამჭვირვალე და განჭვრეტადი. ანუ უნდა ვიცოდე იქ რა წერია, ეს ის კი არ არის, რა ქვია, არჩევითი ან ისე დავწერ ან ასე. Როგორც წერია ეს გასაგები უნდა იყოს და ინტერპრეტაციის საშუალებას არ უნდა იძლეოდეს და მე ვიღაც არ უნდა ადგეს და ისე არ განმარტოს, რომ აქ იცი რა სხვა რაღაცას გულისხმობი და აბა წამოდი შენ ჩემთან რაღაც დამექვემდებარე. მოდი რომ გავაგზავნოთ თემა და გადავიდეთ. ძალიან საინტერესო წინა საუბრები ქონდა ეთერ შემოსვლამდე და მანამდეც. და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და თემა, რასაც შევეხეთ, ეს იყო business intelligence, ანუ დაზვერვის მნიშვნელობა ბიზნესის დაზვერვა ცოტა ისე აღიქმება ხოლმე. კი ბატონო. სახელმწიფოს მიერ დაზვერვის განხორციელებად, მაგრამ ბიზნესის მხრიდან რო შევხედოთ, ანუ ბიზნესისთვის ინფორმაციაზე წვდომა, ამ ინფორმაციის გამოყენება და დღევანდელ რეალობაში, როდესაც აგერ ირანში მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები და დავინახეთ რომ გუში რომ აუზი გავავსე და 100 ლარი დავხარჯე, დღეს ამაში ვიხდი უამრავ ფულს და გაოცებასაც კი ვერ უმალავთ ხოლმე, იმდენად არის გაძვირ, იმხელა გავლენა მოახდინა რაღაც ჩვეულებრივი ადამიანების ყოფაზე და ცხოვრებაზე. ბიზნესისთვის ამან რა გავლენა მოახდინა და შეიძლებოდა თუ არა საჭირო ინფორმაციის შეგროვებით, მოძიებით და დამუშავებით რიგი საფრთხეების შეგვემცირებინა. ძალიან კარგი შეკითხვა არის და ყოველთვის, აბსოლუტურად ყოველთვის რელევანტური შეკითხვა არის. იმიტომ რომ ანუ საბოლოო ჯამში მე თუ როგორც რომელიმე კომპანიის CEO ან CTO ან ნებისმიერ წამყვანი key leader გადაწყვეტილებას რო ვიღებ, რაზე არის ჩემი გადაწყვეტილება დაფუძნებული ინფორმაციაზე, რაღაც ტიპის ინფორმაციაზე. მაგრამ აი რადგან ინტელიჯენსი და დაზვერვა ვახსენეთ, ერთი საკმაოდ საინტერესო კონცეფტი არის. გონია რომ ნუ აი რა თქმა უნდა ყველა მიცის, მაგრამ თუ კარგად არ დავფიქრდით, ზოგჯერ შეგვიძლია გამორჩეს და ეს კონცეფტი რეალურად ერთმანეთისგან განასხვავებს ინფორმაციას და რო დავარქვათ სადაზვერვო ინფორმაცია. ინფორმაცია არის, აი მე დილიდან ამ დღეების განმავლობაში ალბათ ყველას მოგვიდა დილიდან საღამომდე ტელევიზორს უყურებთ, ნუ CNN-ი ერთს ამბობს, X-ზე სხვა ინფორმაცია არის, ქართულ ტელევიზიაში სხვა ინფორმაცია, დიდი რაოდენობით ინფორმაციას ვიღებ, მაგრამ ამით მე რასაც ვიძახით actionable intelligence, ან რაზე დაყრდნობითაც სიტყვაზე გადაწყვეტილების მიღება შემიძლია, მე არაფერი არ მიმიღე, იმიტომ რომ არის ხმაური, რა საინფორმაციო ხმაური რო დავარქვათ. ანუ ეს არის რასაც ზოგადად ვეძახით ინფორმაციას. აი ეს business intelligence და ზოგადად ნუ სადაზვერვო სფეროში როგორც მოიხსენება თუნდაც ზოგადად intelligence ან actionable intelligence რასაც გულისხმობს, ნიშნავს რომ ისეთი ინფორმაცია, რაც გულისხმობს ეს ინფორმაცია უკვე გაფილტრული არის. დახარისხებული არის, დამუშავებული არის, ანალიზი გაკეთებული არის და მზად არის მივაწოდოთ გადაწყვეტილების მიმღებს, რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. და ჩვენ ვართ აი გაჭედილები, ჩვენ ზოგჯერ გონია რომ ვართ ინფორმირებულები, ხო რეალურად არ ვართ ინფორმირებული, უბრალოდ გვაქვს ინფორმაცია. კაი, რადგანაც ამაზე ვსაუბრობთ, სულ მქონდა ერთი შეკითხვა ხოლმე. პასუხი ამაზე არ მიმიღია. ადრე უსმენდი რაღაც სოციალურ ქსელში შეხვდა რილსი. ერთ-ერთი ტრენერი ასწავლიდა მოლაპარაკებების ხელოვნებას უსაფრთხოების სამსახურების პრაქტიკიდან გამომდინარე, რომ როგორ უნდა განახორციელო რესპონდენტის ქცევაზე დაკვირვება, რომ მე შესაბამისად იმოქმედო. იგივე პრაქტიკა მქონია წლების წინ მუშაობდი საგამოძიებო ორგანოებში და რაღაც მხრივ ტექნიკები, რომელსაც ადამიანის გამოკითხვის დროს იყენებ, გამოგადგება თუ არა სხვა ურთიერთობებში, თუნდაც მოლაპარაკებებში ბიზნესისთვის და შეკითხვა როგორი არის.
სახელმწიფოს მიერ განხორციელებული სადაზვერო მოქმედებების შინაარსი არ გულისხმობ ინფორმაციას, რასაც მოიპოვეთ და ბიზნესმა რო თავისი ინტერესებისთვის გააკეთოს დაზვერვა. სახელმწიფოს მოქმედებები შეიძლება აქეთ გადმოვაკონვერტიროთ, ანუ ტექნიკები აქაც იგივე უნდა გამოიყენოთ თუ სხვა მიდგომები და პრინციპები. მიზნები თავისთავად განსხვავებული არის ამისი, მაგრამ აი ტექნიკები როგორი არის და შეესაბამება თუ არა ერთმანეთს. ანუ კარგი უსაფრთხოების, სახელმწიფო უსაფრთხოების სპეციალისტი იქნება თუ არა კარგი ბიზნესმენი. ხო, საინტერესო არის. არა, ზოგადად სადაზვერო მიმართულებით ვინც მუშაობს ამ ადამიანებს აქვთ ბრწყინვალე ანალიტიკური შესაძლებლობა, იმიტომ რომ რასაც არა მხოლოდ რა თქმა უნდა, ნუ დაზვერვის ახლა ამერიკული დაზვერვის მცნებით ორი დაზვერო არსებობს ანალიტიკოსები და არსებობს, ნუ ესე ხშირად ჰიტმენები რა, ნუ ამ ჰიტმენებზე არ ვსაუბრობ. ანალიტიკაზე ვისაუბროთ, ხო. შემდეგი მომავლისთვის ავიტოვოთ. ეს ანალიტიკური ნაწილი ვისაც აქვს, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ბრწყინვალე ანალიტიკური უნარი აქვს, რაღაც pattern-ს რო ხედავს, ამ საინფორმაციო ხმაურს რო ხედავს, შეიძლება დაინახოს იქ სიგნალი. აი, ბოდიში შეგაწყვეტინებ, როდესაც მუშაობდი მე საგამოძიებო ორგანოებში, ჩემი კოლეგები იყვნენ, მაშინ ეს ძალიან ინოვაციური რაღაცა იყო. ორი ჩემი მეგობრები არიან და ვამოყვავ. ამიტომ ეს ორი ბიჭი, სამი თუ რამდენი, 4 რა, ერთი პატარა გუნდი დასხდნენ და არაფერი მნიშვნელოვანი დაიწყეს რაღაც ტვირთების ანალიტიკა რა. და აქედან იყო აღარ მახსოვს რაოდენობა უდიდესი ნარკოტრაფიკის საქმე გახსნეს მე თუ დავთანხმდებიან სტუმრობას სიამოვნებით გავიზარებ ხო ესეთი ცნება იმ რეალობის იმისთვის რა ქვია იმ რეალობისთვის ძალიან ინოვაციური მოქმედება იყო რა განა რამე მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი გააკეთეს უბრალოდ არა ესეთი ინტერვენციით რაღაცებში უბრალოდ არსებული ინფორმაცია კარგად გააანალიზეს აი კარგად აი ხა წეღანაზე წავიდეთ ხო კი უმეტესად კი ზუსტად ეს აი ბიზნეს ნაწილში რომ სათარგმნოთ თქვენ შეკითხვას რომ დავუბრუნდეთ კი ბატონო ეს გადმოვიტანეთ ბიზნეს ნაწილში ანალიტიკოსებად მშვენივრად მუშაობენ ბევრი მაგალითებიც არის ნუ სხვადასხვა სადაზვერო უწყებების მაღალჩინოსნები თავის ბიზნესებით არ დაკოს მე მგონი რაღაც შემთხვევაში სხვა მიზეზებიდან გამომდინარე მაგრამ აი ის ძალიან კარგი შეკითხვა არის ანუ რა მსგავსებები არის და შეიძლება თუ არა ერთი მეორეში გადმოვიტანოთ ერთი ძალიან დიდი განსხვავება რაც არის მაგრამ ამ განსხვავებას თავისი რელევანტურობა დაკარგა რომ ანუ შესაძლებლობები და კანონმდებლობი ანუ იურიდიული ჩარჩო სადაც შეუძლია ერთს მოქმედება და მეორეს მოქმედება არის განსხვავებული ანუ ღია წყაროებზე მე მგონი თქვენ როგორც თქვი წინაზე ისაუბრეთ და ღია წყაროებზე თანაბრად არიან გაკვირით ხო შეგვიძლია დაუბრუნდეთ კიდევ ღია წყაროებზე ბიზნესი რასაც ინტერნეტში მოიძიებს და ბიბლიოთეკაში ნახავს ასევე სახელმწიფო რაღაც დაზვერვის სამსახური მოიძიებს და ინტერნეტში ნახავს, მაგრამ ნუ ადამიანის გადმობირება, უცხო ქვეყნის მთავრობის რაღაც წევრის გადმობირება და მისგან ინფორმაციის აღება ბიზნესისთვის არაკანონიერი იქნება. მაგრამ შეიძლება, ნუ ეს ამ არაკანონიერი ქმედება უკვე რაღაც გააჩნია იურისდიქციას, გააჩნია სიტუაციას, გააჩნია ქვეყანას, მაგრამ რაღაც შემთხვევაში შეიძლება ეს კანონიერი იყოს. სულ მახსენდება ხოლმე ერთი ისტორია რა საშუალებებიც გაქვს იმას იყენებ ხოლმე ხო საქმიანობაში და საქართველოს ეხლა ძალიან ტექნიკურად ინოვაციური რაღაცები არ ქონდა რა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ფარგლებში და ხშირად ვიყენებთ ხოლმე საჯარო ინფორმაციას ძალიან ხშირად და ყოველდღიურად Facebook-ზე რას ინფორმაციას ათავსებდა სხვა საჯარო წყაროებში ბევრი რაღაცის მომცემი იყო და კონფერენციაზე ვიყავით ორგანიზებულ დანაშაულთან წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ იყო კონფერენცია ევროპოლში გამართული და სესიები მიმდინარეობდა სხვადასხვა იქ რაღაც კიბერუსაფრთხოებაზე როგორ დავიცვა თავი რაღაც და ერთ-ერთი სესია იყო გერმანელების მიერ ორგანიზებული და შევედით ამ სესიაზე ძალიან ისეთი განათებული დარბაზი გაოცებულები ვიყურებით და თქვენი აზრით რა იყო როგორ გამოვიყენოთ Facebook-ი, რომ იქ ძალიან დიდი ინფორმაცია არის განთავსებული. ხო მნიშვნელოვანია, მაგრამ ხო და აი ხალხი გაოცებულები, აი ჰოლანდიელები, ვა ეს რა ვნახე. ჩვენ ამას ვიყენებთ, იმიტომ რომ ეს საჭიროება გქონდა რა, სხვა გამოსავალი რო არ გაქვს რაღაცებისკენ მიდიხარ რა. ინსტრუმენტით შეგიძლიათ თავისუფლად სრული პორტრეტი შეექმნათ. კი, ეხლა რატომ მივდივარ მაგით, ანუ მე ადამიანი რომელიც მონაცემთა დაცვაზე მუშაობ და პირიქით უნდა მოუწოდებდე ხალხს იმაზე და კი არა მოუწოდებ რომ რა ჩემა დაუკვირვებლობამ რამხელა საშუალება შეიძლება მისცეს ჩემით დაინტერესებულ პირებს იქნება ეს სახელმწიფო ბიზნესი
თუ ასე შემდეგ და აი დაუფიქრებლად გაზიარებულმა ინფორმაციამ რა შედეგებამდე შეიძლება მიმიყვანოს და მე მგონი კარგად გადავდივარ შემდეგ შეკითხვაზე. აპლიკაციები, რომელსაც ვიყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში და ხშირად გაგვიგია შეკითხვა, რომელი უფრო უსაფრთხოა, Telegram-ი, Signal-ი, WhatsApp-ი, Messenger-ი თუ ასე შემდეგ რა. ხო. რეალურად თუ შეგიძლია რომ უკეთესად დაგვენახო ამ აპლიკაციების უკან ვინ დგას და მე ჩემ სტუდენტებს ვეუბნები ხოლმე ესეთ რაღაცას, როდესაც შიფრაციის მექანიზმებზე ვსაუბრობთ, როგორი კრიპტოგრაფიის ალგორითმი იყენებს WhatsApp-ი, რომელიც გეუბნება რომ და მე Facebook-მა დაიწყო end-to-end encryption-ი მაქვს, იმიტომ რომ შუაში რომ ვინმე ჩაგიждდეს კომუნიკაცია რომ დაიჭიროს, ვერ წაიკითხავს გაგზავნილ ინფორმაციას, მაგრამ ვიღაც ხომ წაიკითხავს. ანუ შუაში ყოველთვის ვიღაც არის, ეს ან უნდა რომ იყოს. ეს მოცემო ხო რაღაც სერვერზე ხომ, ეს ტექნიკური იმდენად რაღაც ნაწილები ტექნიკური არის, მე ამ ტექნოლოგიურად ესე დეტალურად არ ვარ გარკვეული. ტექნიკურზე არ ვსაუბრობ. ხო გვაქვს Telegram-თან მიმართებაში, ხო ეს Telegram-ის დამფუძნებელი ხა ერთი ქვეყნიდან მეორეში გაიქცა, მეორედან მესამეში გაიქცა და ვერ იპოვა ადგილი, სადაც არავინ მივიდა და არ უთხრა რომ მომეცი შენი სერვერების შესახებ ინფორმაცია. სხვათა შორის საინტერესო შეკითხვა არის ცოტა ხნის წინ ერთ ძალიან საინტერესო ადამიანთან მქონდა საუბარი, რომელიც მსგავს პროდუქტებს ქმნის, არა მარტო კი არა და ეს Telegram-ი, WhatsApp-ი, ამ ყველა შემთხვევაში vulnerability ზოგადად smartphone-ი რო გვაქვს ჩვენს რომელშიც 1000 აპლიკაცია მაქვს მე დაყენებული 1000 ადგილას Wiretap 1000 იმაზე Wi-Fi-ზე ვჯდები ანუ იმდენი გზა იქნება უკვე რომ მე ჩემი ინფორმაცია გავფანტო და ვისაც უნდა ინფორმაციას აიღო რომ აი უკვე რაღაც მომენტში ფიქრობ ადამიანი რომ მოდი ხელები ხო არ ავწიო ან არის მეორე გამოსავალი შეგერგოთ ხო ანუ არის მეორე გამოსავალი არის რომ უბრალოდ ან და მისი solution-ი ზუსტად ამას გავდა, რომ ანუ ახალი software-ი სუფთა ტელეფონზე და მხოლოდ ერთი მისივე დაწერილი კომუნიკაციის საშუალება, რომელიც იყენებდა კრიპტოთი შესყიდულ eSIM-ს, რომელიც არავის არ არის გაფორმილი და ამას ატარებდა თავისივე სერვერებზე, თავისივე დაჰოსტილ VPN-ზე. ანუ შეგვიძლია რა რაღაც, ну აი თუ solution-ს ვეძებთ, რაღაც რადიკალური solution-ები არის, მაგრამ ჩემი შეკითხვა არის უკან თქვენთან, რამდენად რეალური არის და ის რამდენად წავალთ, ანუ აი ეს აქ ვართ, სადაც ყველაფერს ვაძლევთ, ვით TikTok-ი გთხოვს, რომელზე იძინებ, იღვიძებ, გადიხარ, ლაპარაკობ, ყველაფერს ვაძლევთ, ხო TikTok-ი თუ გვაქვს, მიცემული გვაქვს ყველა ინფორმაცია. აი, ბოდი მე მგონი ჩვენც და მსმენელმაც უნდა განასხვაოს კერძო კომუნიკაცია საჯარო წყაროების სერვისების გამოყენებას და კერძო კომუნიკაცია არის Telegram-ში რომ მოგწერო რაღაც ან Signal-ში ან სადღაც მოდი არ აქვს მნიშვნელობა კომუნიკაციის არხი გამოვიყენო მხოლოდ რომელიც ჩვენ გვეხება ან პატარა მცირე ჯგუფს მაგრამ მე როცა TikTok-ის აპლიკაციას ვიყენებ და ამაზე საუბარი იყო და თქვენ ადრე გაქვთ ნასაუბრები ამაზე რომ TikTok-ი და ესეთი სოციალური ქსელები გლობალურად რამხელა სურათს აძლევენ მტრულად განწყობილ სახელმწიფოს ან ბიზნესს ხვის მიმართ და იქმნიან წარმოდგენას საზოგადოების შესახებ, ოღონ ამ წარმოდგენას იქმნიან ჩვენივე ადამიანების ქცევიდან გამომდინარე, რომ მე რო TikTok-ში რაღაც ჩვენივე გაზიარებული ხო, გაზიარებული ერთი რომ მე რო იქ არ ვკითხულობ რას უზიარებ, მე დავიწყე ხოლმე ნერვებს უშლი ხოლმე ალბათ ხალხს, რომ რაღაცა ფურცელს რომ აძლევენ და კითხვას რო ვიწყებ მე უნები ხოლმე მოაწერე ხელი არაფერი არ არის, რაღაც ეს ჩვევა ჩამომიყალებ და იგივე აპლიკაციას რო გადმოწვე რაზე მთხოვს წვდომას, იმას კარგად ვკითხულობ, ან ვაძლევ ან არ ვაძლევ ამ წვდომას. გააჩნია ინტერესი. ესეთი საჯარო აპლიკაციები საჯარო სოციქსელების Facebook-ი იქნება თუ TikTok-ი და ასე შემდეგ თუ Instagram-ი ძალიან ბევრი ინფორმაციას აგროვებს ჩვენ შესახებ ჩვენ თვითონვე უზიარებთ ამას მაგრამ ამაში სხვა რო ჩაერიოს ოკეი არა იმიტომ რომ ჩემი გაზიარებული არის ირიბად მაგრამ ჩემი გაზიარებულია მაგრამ თუ კერძო კომუნიკაციაში ერევა მესამე მხარე მე რაღაც გამოგიგზავნე Messenger-ში და ის ხომ წაიკითხა არაუფლება მოსილმა პირმა ეგ უკვე ძალიან დიდი პრობლემა არის მაგრამ ყოველთვის ციფრულ ეპოქაში თუნდაც იმ რაღაც აპლიკაციების Messenger-ების მიღმა დგას ციფრული ინფრასტრუქტურა რომელზეც ვიღაცას შემქმნელს მინიმუმ გააჩნია წვდომა და იმის ალგორითმის კრიპტოგრაფიის გასაღებიც იმას აქვს და წაიკითხავს კიდეც მაგრამ იმის კეთილსინდისიერებაზე ვართ მე დამოკიდებული რამდენად დაიცავს ამას ერთადერთი მე მგონი მახსოვს რომ Wildberry იყო Wildberry კი არა რა ერქვა ეს ტელეფონები რო იყო BlackBerry საით წავედი ღმერთო
BlackBerry იყო, ხო, BlackBerry-ის რო დაშიფრა სერვერზე მონაცემი, გასაღები არ ქონდა რეალურად, რომელთაც გახსნიდა რა და იმიტომ იყო კარგად დაშიფრული და მე იმ ადამიანს რა ბეიცეწია კიდევ ძალკე ამბავია, მაგრამ ის მონაცემი რეალურად დარჩა იმ სერვერზე, ვერ ხსნა, იმიტომ რომ არ არის ის გასაღები. კარგი, მოდი რომ დაუბრუნდეთ თემას. მიშა, მინდა რომ თქვენ კომპანიაზე მოგვიყეთ, სადაც საქმიანობთ და რა მომსახურებას თავაზობთ ბიზნესს და მე გადავიდეთ ისევ დღევანდელ ციფრულ რეალობაში, რა არჩევები მივაწოდოთ ადამიანებს, როგორ უნდა დაიცვან თავი, რომ მაგალითად TikTok-მა ესე გლობალურად არ შეაგროვოს ისეთი ინფორმაცია, რომელთაც მართლა რაღაც მეპინგს გააკეთებს საზოგადოების და საერთოდ ეს მეპინგი რამდენად შესაძლებელი არის რა, პრაქტიკული ღირებულებაც რომელსაც ჩვენ გადაცემას. ხო, ანუ მეორე კითხვა ძალიან მოკლედ ვიტყვი და მე გადავიდეთ კომპანიაზეც და სერვისებთან დაკავშირებით. მე მგონია რომ ისეთ ტექნოლოგიურ ერაში შეიძლება ძალიან ისე ზოგადად ჟღერდეს ეს ყველაფერი, მაგრამ მთელი გულით მე მჯერა ამის, რომ ისეთ ტექნოლოგიურ და ციფრულ ერაში შევედით და იმდენად სამწუხაროდ დამოკიდებულები ვართ, მე უკვე არჩევანის საშუალება რეალურად აღარ მაქვს. მე გამოვიყენებ თუ არა ინფორმაციას გავაზიარებ თუ არა ეს რაღაც მგონია ხა ისევ რაღაც მატრიციდან იმას გავს მაგრამ ილუზია არის რომ მე მაქვს არჩევანის საშუალება გამოვიყენებ თუ არა WhatsApp-ს Facebook-ს იმიტომ რომ მე თუ ანუ ეხა გასაგება off-grid თუ ხარ და ტყეში თუ ცხოვრობ და რაღაც შეიძლება არ გამოვიყენო არაფერი მაგრამ მე თუ ყოველდღიურობაში ჩართული ვარ თქვენთან კომუნიკაცია მაქვს თქვენ ვიდეოს მინდა უყურო გადაცემას თვალი ვადევნო ადამიანებთან ჩავერთო ბიზნესი მქონდეს გავაზიარო ფაქტიურად ეს არჩევანი გახდა ილუზია იმიტომ რომ ამის გარეშე არჩევანი არის ვის გაუზიარებ ვის გაუზიარებ მაგრამ ეს ანუ რაღაც დონეზე მაინც მე ყოველ შემთხვევაში ესე ვხედავ რაღაც დონეზე მაინც ეს უკვე მიცემული გვაქვს რა ეს რაღაც დონეზე უკვე დავთმეთ ჩვენი რაღაც პირადი ინფორმაცია და უკვე სამწუხაროდ ეს ამ რეალობაში ვარ უკან მე არ მგონია რომ უკან დაბრუნდე და ამაზე უკეთესი გახდეს მე მგონია რომ შეიძლება უარესი გახდეს ერთადერთი საშუალება ერთად უკეთესი გახდეს შეიძლება რაღაც ისევ თქვენი მიმართულებით რაღაც კანონი თუ შემოიღეს რომ დარეგულირდეს რა ხო რა კუთხი ზოგს უხარია ეს ყველაფერი ხო და სარგი კორპორაციები სარგებლობენ ფულს აკეთებენ ჩვენი ინფორმაციით ხო აი მომხმარებლის ქცევაზეა ბევრი რაღაც დამოკიდებული რა ძალიან ბევრი რაღაც არის მომხმარებლის ქცევაზე დამოკიდებული მაგრამ მიუხედავად ამისა შეიძლება თუ არა მომხმარებლის ქცევა მე თუ გავაკონტროლებ თუ არა ვის რას გავაზიარებ ხო იმდენ რაღაცას ვიყენებთ ახლა მობილურ ტელეფონში მინიმუმ ლოკაცია გაქვს ჩართული რა სადღაც რომ მიდიხარ და გინდა რომ ის სანავიგაციო სისტემა გამოიყენო აუცილებლად ლოკაცია უნდა ჩართო ტელეფონში და როგორც კი ჩართავ იმ ლოკაციას და მე ყველას მოგიწოდებ ერთი 6 აპლიკაცია ეგრევე წაიღებ შენ იმას მონაცემს იმას ვამბობ რა საკუთარი დედა არ გვიცნობს მე მგონი ისე არა ხო ეს Google წარმოიდგა მიახლოებითაც არა იმიტომ რომ ყველა ჩვენი აი მიკრომოძრაობა ანუ ის კი არა ქცევა მიკრომოძრაობა ავდექი დავჯექი რომელსაც ავდექი დავჯექი რომელსაც არ ვიცი კომპეტენცია მეგობრებო არ ვიცი რამდენს ქონიათ გამოცდილება Facebook-საც აქვს ისტორიაზე წვდომა თქვენივე ისტორიაზე წვდომა და Google-საც აქვს რა ორივე ვცადე გული გამისკდა კინახა ან ხო ისტორიაზე რას გულისხმობ Facebook-ს აქვს ისტორიის გადმოწერას აკეთებ Messenger-ის წაშლილი მესიჯები გაგზავნილი მთელი ისტორია რა როგორია რომ წაშალე თურმე და კარგად თავისთვის რო არქივდება და იქ ჩუმად არის და Google-ს აქვს კარგი ანალიტიკა მათ შორის გადასარევი ანალიტიკა მარშრუტებსაც ხატავს მე სად გადაადგილდებოდი თუ მეფის იმას გადმოწერა ანალიტიკას ანუ შენივე ისტორიაზე სად იყავი როდის მიხვედი რა ზეკო და თან მე ლოკაციებს ხო იმახსოვრებ სად მიხვედი გაჩერდი რაღაც მარკეტთან მე გაჩერდი აფთიაქთან მე სახლთან და ამ ლოკაციებს ხვდება სახლის სადა მისადა ეგ კი არა და ყოველდღიურ ფაქტიურად ქცევას სწავლობს ხო სად გავდივარ ყოველდღიურ იცის ანუ ქცევა იცის და ჩემარც თუ ისი ახალ მანქანას ქონდა ფუნქცია ჰიბრიდი იყო და electric plus რა EV plus იყო რა და მე რო წავიკითხე ეს რას ნიშნავს სამი კვირის განმავლობაში მანქანა აკვირდება შენ ქცევას სად მიდიხარ ამდენი ხანი მგზავრობ სად ჩერდები დიდი ხანი და სადაც ყველაზე დიდი ხანი ჩერდები ის გონია სახლიან სამსახური და როდესაც იმ ლოკაციას უახლოვდები 50 კილომეტრით ადრე თლიანად ელექტრორეჟიმზე გადადის რომ ესე მისი სინდე და მე იქ დამუხტო და 2014 წლიანი მანქანა შვებოდა ამას და გავიდა მას შემდეგ 12 წელი ძალიან შორს წავედით რა ხო ძალიან და ნუ აი მე ანუ ერთი ის რაღაც თეზისად რო თქვა აი იმდენად შეტოპილები ვართ რომ რაღაც
საბაზისო ალბათ ყველამ უნდა გააკეთოს რაღაც საბაზისო თემები, აი რაღაც 5 რაღაც წესი რაც არ გავაკეთებ, რომ შეიძლება თქვა ლოკაცია ძირთად გამართული გქონდეს. რაღაც ნოტიფიკაციები გამართული რომ სულ არ იყენებდი აპლიკაციები დახურული background აპრეფრეში არ გქონდა რაღაც აი რაღაცა მაგრამ საბოლოო ჯამში მგონია რომ ისეთ ერაში ვართ რომ სწავლას მაგალითი ძალიან მაგარი იყო წინა გადაცემაში რა ეს ტრეკერების თემაზე რომელმაც ლამის აღმოაჩინა საიდუმლო ბაზები კი იმის ხო კი ბატონო ჯარისკაცები ვარჯიშობდნენ რა ხო ისეთი არაფერი ანუ ეგ ნახე მოდი ეხლა რომ წავიდეთ ცოტა კრიტიკულები რო ვიყოთ და სტრაუას მივაწვეთ რა არ ვიცი ეგ სავარაუდოდ ის კომპანია ვერ გაითვალისწინებდა მაგ რეალობას რომ ვიღაც ჯარისკაცი გაიკეთებდა და იქ სამხედრო ბაზაზე მეგონი მიზანი ეგ არ იყო არა ნამდვილად არ იყო რა კეთილი მიზანი იყო და იმიტომ ვთქვი რომ ტექნოლოგიები კეთილი მიზნით შექმნილი ტექნოლოგია შეიძლება ძალიან ცუდი შედეგის მომტანი აღმოჩნდეს და პასუხისგებლიანმა კომპანიებმა რა უნდა გააკეთონ რა უნდა გააკეთონ რომ წინასწარ დაფიქრდნენ რა შედეგები შეიძლება რისკები შეაფასონ ძალიან მარტივად აი ამან რა რისკი შეიძლება გამოიწვიოს და სწორედ ამ მიმართულებით გავცემთ ჩემი კომპანია, ჩვენი კომპანია მომსახურებას და რეკომენდაციებს და იგივე რო დაუბრუნე, ხა მიშას ხარეს გადავიდე კომპანიაზე გითხარით ხო? ანუ ბიზნესისთვის რა ღირებულება აქვს თქვენ საქმიანობას და მე და სერგო ბიზნესში რო ვართ, უნდა გავითვალისწინოთ თუ არა პირობითად ირანში არსებული მოქმედებები. ხო, საკმაოდ საინტერესო არის. ეს თვითონ ეს სფერო, აი, ოდნავ შემოვლით გიპასუხებთ, ეს სფერო არის ჩვენ კომპანიას გვაქვს mitigate რისკი და ორიენტირებულები ვართ საშუალო და დიდი ზომის ბიზნესებისთვის უსაფრთხოების რისკების შეფასება, დაგეგმარება და უკვე მე კრიზისების მართვა თუ საჭირო გახდა. სტრაუას რომ მოემართა თქვენთვის, შეიძლება ეს რისკი გადაგეზღვიათ. აი, სტრაუას, ხო, ნუ საინტერესო შეკითხვა არის, სტრაუას რისკი, სტრაუამ როგორი რისკიც განიცადა, მე ამას დავარქმევდი ალბათ უფრო ეკ და ბრენდული რისკი, ვიდრე პირდაპირ უსაფრთხოების, რა თქმა უნდა. ხო, მის უსაფრთხოება ვერ დაიზღვა. ხო, ანუ აი ჩვენთვის პირიქით რო დავსვათ, ჩვენთვის რომ მოემართა ამერიკის შეერთებული შტატების არმიას და ეთქვა რომ შეგვიფასეთ რისკები. ჩვენ შეიძლება გვეთქვა რომ იცით რა არის, მოდი third party აპლიკაციები არ გამოიყენოთ, როდესაც deployment-ზე ხართ. აი მაგ მხრიდან კი, იმიტომ რომ ჩვენ ვზრუნავთ თქვენ უსაფრთხოებას და ამ third party აპლიკაციებმა შეიძლება ინფორმაცია გასცენ სხვა. უსაფრთხოება ცალმხრივი ვერ გამოდის რა. მე თუ დავიცავ ხოლმე უსაფრთხოება, ჩემი რისკი რეალიზდება შენთან და სტრაუას დიდი ალბათობით დარწმუნებული ვარ რაღაც რისკები შეფასებული ექნებოდა, მაგრამ ცალმხრივი რო აღმოჩნდა მისი უსაფრთხოება რაღაც ვარიანტში, ეს რისკი რეალისტაა. კი ბატონო. და ჩვენი ანუ ეს თვითონ ეს მიმართულება რა ესე ნიშე მიმართულება შეიძლება დავარქვათ, იმიტომ რომ ზოგადად თვითონ რა ვთქვათ დასავლეთ ევროპას რო გადავხედოთ ან სკანდინავიის ქვეყნებს, ესეთი სერვისები კომპანიებს ძირითადად არ ჭირდებათ, იმიტომ რომ არის ძალიან წყნარი, მშვიდი, გარემო, სადაც ჩვენ რა მიმართულებით, ჩვენ სუფთა რა მიმართულებითაც მუშაობთ, შიდა დაპირისპირებები, ტერორიზმი, კონფლიქტი, ბუნებრივი მოვლენები და ასე შემდეგ. ნუ ძირითადად მაინც არის შემთხვევები, რა თქმა უნდა, გერმანიაში მომრავლდა ტერორისტული აქტები მაგალითად, მაგრამ არ აწუხებთ. ჩვენი თავარი სერვისი არის, ნუ ბიზნესის თავარი ამოსავალი წერტილი არის, რომ რაღაც მოგება იყოს, ხო? და ბიზნესმა იმუშაოს და ამისთვის არსებობს თავარი მექანიზმები, ხო? ანუ აი ყველაფერი რომ მოვაცალოთ მარკეტინგი ისეს, თავარი მექანიზმია, რაც ამ ბიზნესს ამუშავებს. ჩვენ რეალურად თავაზობთ იმ სერვისს, რომ რაც არ უნდა მოხდეს შენ გარშემო, როგორც ბიზნესისთვის, შენ შეძლო ამ თავარი ფრეიმვორკის მექანიზმის შენარჩუნება, რომ გააგრძელო მოგების გაკეთება. ეხლა რო გადმოთარგმნო ჩემთვის მეცვე. ანუ თქვენ გიკვეთავთ მომსახურებას, თქვენ აფასებთ ჩემი კომპანიის რისკებს. მიტიგაციის თქვენ გარემოში რა გარემოში ოპერირებთ რა თქმა უნდა ამის გარშე შეუძლებელი იქნება ალბათ მიტიგაციის ღონისძიებებს მეუნებით ეს უნდა გააკეთო რომ თუ რაღაცა მოხდა მნიშვნელოვანი რომელიც გავლენას მოახდენს სხვა ბიზნესებზე შენ შეძლო გადარჩენა და ფუნქციონირება ანუ BCP არის ჩვენი ანუ ესეთი ბიზნეს უწყვეტობა ხო ბიზნეს უწყვეტობა არის ჩვენ რას არ თავაზობთ ბიზნეს უწყვეტობას მაგრამ ჩვენ ხელს უწყობთ ბიზნეს უწყვეტობას გარანტიები ამ შემთხვევაში გარანტიები ეს ერთგვარი რომ ხო, ერთგვარი რომ ესე რომ შევხედოთ, ეს არის ერთგვარი დაზღვევა არის, აი ძალიან კონცეპტუალურად შევხედოთ, იმიტომ რომ ეს არ არის სერვისი, რომელსაც მე მოვიტან გეგმას დაგიწერ, აღსრულებას შეგვირდები კრიზისის მენეჯმენტზე ვისაუბრებთ და ხვალ ზეგმაზე გამოიყენო. შეიძლება კომპანია ისე განვითარდეს, გადიდდეს, დაიხუროს, გაბანკროტდეს, რომ არც ერთხელ არ გამოიყენოს ეს სერვისი. მაგრამ ეს რაღაც მხრივ გავს თვითონ ეს ტრადიციული დაზღვევის მექანიზმს, იმიტომ რომ შენ ინვესტირებას პრევენციული, აბსოლუტურად პრევენციული, შენ ინვესტირებას დებ
ადგენ არკვევ რისკებს რა რისკებთან მაგ მაგალითად საქართველოში თუ საუბრობთ მიუხედავად იმისა რომ ჩვენთან ეს მიმართულება განვითარებული არ არის ჩვენთან არის სერიოზული რისკები კონფლიქტი როგორ შეიძლება არ ვისაუბროთ კონფლიქტზე როდესაც ყველა მიმართულებით ხელი რო გავუშვიროთ კონფლიქტი ხდება ჩვენ BCP-ზე მახსენდება სულ ერთი მაგალითი აი ძალიან თვალსაჩინო მაგალითი კომპანიას არ დავასახელებ მაგრამ მიხვდებიან ალბათ რა ფეხბურთის თამაშზე ბილეთები რო იყიდებოდა ხოლმე ანუ ლეგიტიმური დიდი შეტევა იყო სერვერებზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს უნდა ყიდვა და ვარდებოდა სერვისი, ანუ ბიზნესის უწყვეტობა არ არსებობდა რა, ჩერდებოდა საქმიანობა დიდი ხნის განმავლობაში, სანამ მე რაღაც კონტროლები არ დაინერგა. იქ ერთი გარემოება იყო, რომ კონკურენტი არ ყავდა, ანუ სხვა ვერ ყიდა იმ ბილეთებს. მაგრამ მან მეორე კიდე რაც აუარესებს მაგ სიტუაციას არის რომ ეს anticipated event-ი იყო. ეს არ იყო შემთხვევითი უცებ კონფლიქტი დაიწყო. არა, ეს განჭრედა კომპანიამ, რომ ეს უნდა ეს უარესი არის. 5 მაისს თამაში იყო, ეს უეჭველი მოხდება რა. ეს უარესი არის. ოღონდ ეხა მე რო წარმოვიდგინო, მე როდესაც მყავს კონკურენტი, რამდენიმე კონკურენტი და ჩემი სერვისი ვარდება რაღაც 5 საათით, არ ვიცი, რამხელა ჯერ რეპუტაციული ზიანია, მე მეორე კონკურენტები რამდენად გადამასწრებენ, იმიტომ რომ ეს 5 საათი ხო არ ვჩერდები, უკან მივდივარ 3 იმდენით რა. და იგივე საკითხს რო დაუბრუნდე რა. არ ვიცი, აი მცირე ზომის კომპანიებს რეკომენდაცია როგორია თქვენი სერვისი ჭირდებათ, დამოუკიდებლად შეუძლიათ ამაზე. მე მაინც ვფიქრობ, ანუ ზოგადად ამაზე მე ჩემი რჩევა იქნებოდა ნებისმიერი კომპანიისთვის, აგერ უფასო რჩევა ყველა ამასთან დაკავშირებით უნდა იფიქროს, შენ უნდა იფიქროს, რომ ეს გაუთვალისწინებელი მაღალი რისკის შემცველი მოვლენები ხდება, რომ მოხდება, აუცილებლად. რაღაც შემთხვევაში ხვალ იქნებათ ესე გაუცილებლად მოხდება. მან დრამეების ჩარჩო არსებობს, ანუ შემიძლია ეგ სპეციალისტის დახმარების გარეშე რაღაც მინიმალურ დონეზე მაინც გავაკეთო, რა თქმა უნდა, სპეციალისტის დახმარება. ძალიან მარტივი მაგალითი, რომ ესე დიდი სიტყვებით არ ვლაპარაკოთ, მარტივი მაგალითი ავიღოთ, ხო? გვაქვს, ანუ ეხა electricity grid-ი, ანუ ელექტროენერგია. პირველი დარტყმარაზე ხდება ნებისმიერი ტიპის შეტევის დროს, შეიძლება კიბერშეტევა იყოს, შეიძლება სამხედრო დაპირისპირება ტერორიზმი, არის, ელექტროენერგია გვხვდება. აღარ არის მიწოდება და სამამისად ძალიან ბევრ ბიზნესს აქედან გამომდინარე შეიძლება შეექმნას პრობლემა, ხო? ანუ ჩვენი ამასთან მიდგომა რა არის, რომ ხო ამას პირველადი დახმარება და პირველადი ნაბიჯი რა არის, რომ ხო გქონდეს გენერატორები, სოლარ პანელები და ასე შემდეგ კომპანიები ესე აზროვნებენ. ჩვენი მიდგომა არის, რომ თქვენ თუ მსგავს სიტუაცია შეიძლება აღმოჩნდეთ, სადაც ელექტროენერგია აღარ გვაქვს. ეს მარტო ელექტროენერგიის პრობლემა არა. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, მაგალითად, უკრაინაში მუშაობის, ლიბანში, სადაც ეს სისტემატიური პრობლემა არის. იქ უკვე კომუნიკაციის პრობლემა არის, გადაადგილების პრობლემა არის, გარეთ უსაფრთხოდ გასვლის პრობლემა არის და ჩვენ გეუბნებით, რომ იცი რა არის, შენ თუ ამის პრობლემა აქვს და ეს შეიძლება მოხდეს, ჩვენ შეიძლება დაგეხმაროთ შევიძინოთ სატელიტო ტელეფონები და SOP-ები დავწეროთ, როგორ გამოიყენოთ სატელიტო ტელეფონები. შევიძინოთ Starlink-ები და შენ თუ 5 ოფისი გაქვს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ყველაფერი რო გაითიშო შენ კომუნიკაცია მაინც შეძლო და ეს ბიზნესის მთავარი ფუნქციები გააგრძელო სიტყვაზე. მე მქონია პრაქტიკაში ხშირად შემთხვევა, იმიტომ რომ უსაფრთხოების სფეროში ვარ და შეიძლება სხვანაირი უსაფრთხოება იყოს, მაგრამ უსაფრთხოების ამბავია. ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდნენ ის კომპანიები და რამდენიმე საერთოდ არ გენერატორიც კი არ ქონდა. და მთლიანად ელექტროენერგიაზე ხარ დამოკიდებული ამ დროს. ან გენერატორი გაქვს და დიზელი არასხია შეგინით რომ დაიქოქოს ავტომატურად. ან ავტომატური დაკუქვის ფუნქცია გაფუჭებული, იმიტომ რომ ამას ამოწებ რა. თან საქართველოს რეალობაში შუქი რო ჩაქრეს სავსებით შესაძლებელია, ქონდა შემთხვევები, ყოველ შემთხვევაში გამოცდილება გვაქვს ეგეთი რა და ჩემაშვილა პირველად ის ლამპა რო ნახა, ეს რა არისო, უკითხა რა. აი ხო რა რო ინტერესდა. ეხა აქ რო დავბრუნდე ჩვენ რეალობაში წეგან ახსენეთ და თქვით რომ საქართველოში ეს მიღებული პრაქტიკა არ არის. თანხმდებით რომ საჭირო არის რა. აუცილებელია რისკების შეფასებული მქონდეს. თუ საქართველოში არ გვაქვს ეგეთი პრაქტიკა ბიზნესში, რომ წინასწარ შევაფასოთ რისკები, საფრთხეები და მიტიგაციის ღონისძიებები დავგეგმოთ. ამაში უნდა ერეოდეს თუ არა სახელმწიფო და ჩარევას რას გულისხმობ. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს თუ არა ამაზე, რომ თავად დაამუშავოს რაღაც მნიშვნელოვანი რისკების შესახებ მიიღოს ინფორმაცია, რომ პრევენციული ღონისძიებები დაგეგმოს, რომ ჩვენაირი ადამიანები და ბიზნესები გადარჩნენ მე, რომელსაც ამაზე წინასწარ არ უფიქრია. კარგი შეკითხვა არის და მნიშვნელოვანი პრაქტიკა გვაქვს თუ არა, მაგალითად, სადაც სახელმწიფო ჩარეულა და დადებითი შედეგი გამოუღია ამას. სხვათა შორის ამ ნაწილში ესეთი ნაწილი არის, მე ყოველ შემთხვევაში იმ იურისდიქციებში მე სადაც მიმუშავია და ეს ახლო აღმოსავლეთი არის, ცენტრალური აზია,
ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის რამდენიმე ქვეყანა, იქ მე არ მაქვს გამოცდილება, რომ ამ კონკრეტულ პროცესში ჩართულიყო. ეს ძირთად რა თქვა, თქვენ რაც იცით კარგად შრომის უსაფრთხოებაში, რომელიც ისევ ზრუნავს უსაფრთხოებაზე, ადამიანის უსაფრთხოებაზე, ევაკუაცია, სახანძრო ევაკუაცია, ну აი რაც ნებისმიერ რაც შედის, ამაში რა თქმა უნდა ჩარეული არის და ამ გამოცდილება გვაქვს და ვიცით, მაგრამ ამ მიმართულებით იშვიათად ერევა და მე მგონია რამოდენიმე მიზეზი არის და ერთი აი ძალიან მოკლედ რო თქვა, ერთი მთავარი მიზეზი არის, რომ თვითონ სახელმწიფოს ჭირდება საკმაოდ სიღრმისეული რისკების შეფასების პროცესი, რომ განსაზღვროს იცი რა არის ეს ჩვენთვის რისკი არის და მაშინ მე ბიზნესებს დავავალდებულებ რომ ეს რაღაც კონკრეტული ღონისძიებები გაატაროს და ამაში რესურსი ეხა უფრო მარტივი არის ვთქვათ რომ მოდი ღვედები გაიკეთოთ იმიტომ რომ სტატისტიკა გვაქვს რომ წელიწადში ხდება 15000 ავტოსაგზაო შემთხვევა საქართველოში მაგრამ აი ესეთი არატრადიციული რისკების შეფასება ანუ ეს სტატისტიკურად არ არის ხშირად მოხატული და მაქედან მოდის ჩემი აზრით საქართველოს რეალობაში მე მგონია რამდენიმე კარგი მაგალითი შეიძლება გავიხსენო ერთი არის სახელმწიფოს მიერ კრიტიკული ინფორმაციული ინფრასტრუქტურის სუბიექტების განსაზღვრა რომელიც რომლებიცაც რისკების რეალიზება სახელმწიფო უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს და ამათ ეუბნება რომ აი რაღაც კიბერუსაფრთხოებისთვის ეს უნდა გააკეთოთ ვალდებულება დააკისრა თუ არ გააკეთებ მოვდივარ და მე სანქციებს გიწესებ აუცილებლად პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით გეუბნება რომ რაღაც უსაფრთხოება უნდა დაიცვა ეს გააკეთო თუ არა მოვდივარ ხო სახელმწიფო ამ ფორმით ახდენს ინტერვენციას რა ვალდებულებებს გააკისრებთ თორე ბუნებრივ შეუძლებელი არის სხვა რაღაცები გააკეთოს და ეს რა ქვია კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტებზე კარგი მაგალითი ქონდა საჯარო სამსახურში როდესაც მუშაობდით ამ აქეთ მიდიოდა კიბერუსაფრთხოების სტრატეგია იწერებოდა და მაშინ შეხვდით ისრაელის კიბერუსაფრთხოების ბიურო იყო იქ ჩვენ კომპანიები გვეხვეწებიან რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტის სტატუსი მიანიჭოს სახელმწიფო, იმიტომ რომ მე სახელმწიფო როგორ ერევა, ნახეთ აუდიტს უტარებს უსაფრთხოების ზონებს უგეგმავს და ასე შემდეგ რა და არა პირიქით არის, რა საინტერესოა, პირიქით არის. ანუ ვალდებულებებს ისინი უყურებენ, ნახე როგორ ალბათ უფრო რეალობა იქით ისეთია რომ მუდმივი საფრთხის ქვეშ რო ხარ ზუსტად იყო უსაფრთხოება ზუსტად რომ ეს რისკები ანუ სანამ არ მოგაწובה სახელმწიფოს კუთხიდან ყელზე რაღაც შენ არ თავს არ აიქეთ ის კიდე გაიძულებს იმიტომ სწორია ეგ რა და დანახული აქვს შედარებით ადრე და გეუბნება რომ ეს უნდა გააკეთო ხა წარმოიდგინეთ რაღაც კრიტიკული ინფრასტრუქტურა გაზი რო გამოირთოს იმიტომ რომ იმის სისტემები დაუცველი არის რჩებით გვცივა ყველას ხო და ამიტომ მნიშვნელოვანია ამაზე წინასწარ ზრუნვა. ისე მიყურებ ბოლოსკენ მივიდივართ, ხო? არა, მე ერთი კითხვა გამიჩნდა რა, და ისევ აი ამ თუნდაც აი ამ ჩვენ თემას შევეხები ხო და 9 აპრილს. და მეგობრებო, აი პრინციპში ორივე აზრით მაინტერესებს ხო, მიშობ განსაკუთრებით თენი, ხო? მაშინ 99-ში რო ყოფილიყო აი ისეთივე შესაძლებლობები და საშუალებები როგორც არის დღეს პირობითად ხო ეს იქნება მაღალ ტექნოლოგიური თუნდაც ათვალთვალო სისტემები და ასე შემდეგ ხო ანუ მივიდოდით ესე თავისუფლებისკენ ძალიან საინტერესო შეკითხვა იმიტომ რომ კგბ-სთან გვაქვს ხო საქმე ერთ-ერთი მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე კონტროლირებადი ინსტიტუტი. ანუ და ამას გადაჭარბებით არ ვამბობთ. და ამისთან არ შევადაროთ რეალურად ესე იყო. და ამავდროულად ანუ ოდნავ ისეთი არის. ანუ არალოგიკური არის რომ ხო ანუ ეს კგბ მუშაობს და ამავდროულად ეს 9 აპრილის პერიოდში მით უმეტეს ეს მიტინგები მოხდა და რაც არ უნდა გასაკვირიყოს მაშინ ინტერნეტი ხო არ არის, არ არსებობს და კიდე რამოდენიმე წელი ჩვენთან 95, 16, 17 ალბათ მე რაღაცე პირველად გაჩნდა ხო. და ინფორმაცია საკმაოდ სწრაფად გავრცელდა იმ პერიოდში. ჩემს ეს ორი რაღაცა განაპირობა, იმიტომ რომ აი ტრადიციული კგბ და რა ჩვენაც ვიცით, რაც ვისწავლეთ ის რომ აი 70-იანების 60-იანი წლების რო შევავდოთ, იქ მე მგონია შანსი არ იქნებოდა არაფრის. ეს ინფორმაცია იქვე რუსთაველზე დამთავრდებოდა და გარეთ არ გამოვიდოდა. შიდა დაპირისპირებები, პარტიული დაპირისპირებები იყო მაშინ და მე რა არქივებიც მაქვს ნანახი, ნუ იქ იყო ჩვენ მე მომავალი პრეზიდენტი იმ პერიოდში შევარდნაძის შორისა და პარტიას შორის დაპირისპირებები და როდესაც ანუ
კგბ-ს ჩემი აზრით რაც ხდებოდა იქ ეს კონკრეტული მიმართულება არ ქონდა შიდა დაპირისპირებები რომ იყო და კონკრეტული ეს მიმართულება არ იყო როგორი რეაგირება გაეკეთებინა რა გაეკეთებინა და თვითონ ეს სისტემაც ნუ ხო ეს 2 წლით ადრე სანამ დამოკიდებულება მოიპოვეთ სისტემაც ისეთი ძლიერი აღარ იყო აი ამან უზრუნველყო ის და მეორე მხარე აუცილებლად უნდა დავაფასოთ ქართული ხალხის სულისკვეთება რა ეს ჩვენ DNA-ში არის ჩემი აზრით რომ შეგვიცისხლში გვაქვს აუცილებლად რომ ეს მე ინფორმაციას როდის გიზიარებთ თქვენ ან თქვენ როდესაც მე თქვენ გენდობით ხო და იმ პერიოდში უკვე ისეთი სიტუაცია იყო მოღვებული რომ მე მგონია რომ რაღაც ღირებულებაზე რაც არის საქართველოს დამოკიდებულება ყველას ენდებოდა და ყველას უთხრა რომ ეს მოხდა ხალხი მოკვდა და ესე აღარ შეიძლება და ქუჩაში უნდა ვიდგეთ და მე მგონი ეს ორი ერთმანეთთან ჩამოშლილი სისტემა დასუსტებული კგბ გაურკვევლობაში ყოფი და ეს ქართული რაღაც სულისკვეთება რომ ყველამ უნდა გაიგოს რომ ეს მოხდა და ჩვენ არ დავნებდებით და ამ ორი რაღაცის კომბინაცია იყო რომ ინფორმაცია გავრცელდა Facebook-ის იმის ყველაფრის გარეშე ხო მთელმა საქართველოს გაიგო რამოდენიმე კვირაში ყველამ და არ ხო მოდი ამ ინსტრუმენტებს რო დაუბრუნდეთ და არსებულ რეალობას აი წეგან საუბრობდით აპლიკაციებზე და გლობალურად როდესაც გამოიყენება კონკრეტული აპლიკაცია ან აპლიკაციების ერთობლიობა და ამ ინფორმაციის უკან ვიღაც დგას და სულ კარგი მაგალითი მგონია როდესაც ამერიკა TikTok-ისგან ცდილობდა ამ მართვის ბერკეტების ხელში ჩაგდებას და არ მგონია იქ მიზანი ყოფილიყო კეთილშობილური რომ მოდი ადამიანების უფლებები დავიცვათ არის რაღაც კრიტიკული აი უზარმაზარი ინფორმაცია რომელიც არ ვიცი მონსტრი ხარ იმ ინფორმაციით ხელში რა ამ ინფორმაციას აქ გავლენა ადამიანებზე ნაკლებად უფრო სახელმწიფოებზე და იქმნება კონკრეტულ ადამიანებზეც აი ხა სულ ბაჭიების ვიდეოებს რო ამოგიყრი იმაში რა ქვია სკროლის დრო TikTok-ში შეგიყვარდება ეგ ცხოველი ან არ ვიცი მარტო ბაჭიები ამბობენ ხო ანუ პირობითად ვიზახი ხა ცოტა ის უტრირებული რო იყოს და რეალობას ცოტა იუმორით რო შევხედოთ ხო ანუ გთავაზობ შენთვის სასურველ კონტენტს. ანუ იმ დონეზე სასურველ შენ რო წარმოდგენა არ გაქვს, ამაზე არ გიფიქრია, არის თუ არა ეს შენთვის სასურველი. მაგრამ რაღაც შენი ინტერესი დააფიქსირ ამას და მუდმივად ამ ინფორმაციას გაძლევ. რა შეიძლება გავაკეთოთ ამ რეალობაში? როგორც სახელმწიფოს დონეზე, ისევე მომხმარებლების დონეზე რა. მოდი თითო აგური ყველამ რო დავდოთ, რა შეიძლება ვქნათ რომ რაც შეიძლება ნაკლები და გაფილტრული ინფორმაცია არსებობდეს ჩვენ შესახებ სოციალურ ქსელებში ან ინტერნეტ სივრცეში. მე მგონი რაღაც ორი მხარე აქვს. ერთი მე ძალიან სკეპტიკურად ვყურებ როგორც მიხვდით ამ საკითხს რომ მგონია რომ აი ეს ბრძოლა ასევე ხო. ხო მე მგონია რომ ეს ბრძოლა, ეს პირველი ბრძოლა რომ ჩვენი ინფორმაცია იქ არ იყოს, მგონია რომ რაღაც კუთხით წავაგო. არა, ნახეთ, რაღაც იქნება აუცილებლად რა. ყველა ვარიანტში ისე შეუძლებელი არის, მაგას ვერ ავწდებით. რაღაც იქნება, მაგრამ ის მაინც შეგვიძლია ვქნათ რომ არა, აბსოლუტურად, რა თქმა უნდა. გაფილტრული იყოს ეს და ხო, მაგრამ აი ისევ რომ დაუკვირდეთ ახლა ჩვენ სამს ვზივართ, ვისაუბრებთ, რაღაც ტექ წარმოდგენა გვაქვს, გარკვეული ვართ. აი აბსოლუტურად მასაზე თუ საუბრობთ, მაშინ ანუ ჩემი აზრით განათლება უნდა ავიდეს იმ დონეზე, რომ ხალხს ძალიან კარგად ესმოდეს, წარმოდგენა ქონდეს ის საფრთხეები. მაგრამ აი რამდენიც არ უნდა მე აი კიდევ ერთხელ ჩემ სკეპტიციზმს უბრუნდები რა. ერთი მაგისთვის რომ ანუ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ. ერთ კარგ მაგალითს მოვყვები, ამ წამს გამახსენდა ერთ-ერთ დიდ სამინისტროში ძალოვან უწყების წარმომადგენელში ვატარებდი ტრენინგებს, რაღაცის ქონდა კურსი და ძალიან მივესალმები რომ ამ მიმართულებაზე ზრუნავდნენ. ის ადამიანები ის შემადგენლობა ის სამინისტრო და ხალხი მოყავდათ და გადამზადებას ვახდენით ამ ხალხის და ამას მივესალმები ორი ხელით უბრალოდ არ მგონია საჭირო დასახელება. სულ ისეთ მაგალითებს ყვები ხოლმე რომ არ ვასახელებ და სტრავას გადავეკიდეთ. მაინც ყველა არა ისინი ხვდებიან მაგრამ თქვენ ხო ვერ ხვდებით ვიზე ვსაუბრობ რა. ეს ადამიანები მოსულები არიან ტრენინგზე და ამ თემაზე ვსაუბრობთ რომ მეთქი ცოტა წინ დახედულები უნდა ვიყოთ სანამ სოციალურ ქსელში რაიმე ინფორმაციას გავაკეთებ და ეხა ახაც მქონდა იდეა რომ ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა შენზე ან ჩემზე რა ინფორმაცია ჩვენ შესახებ სოციალურ ქსელში ხო ნუ ეხა რა ქვია პროგრამის ხელმძღვანელი ადამიანი რაღაც ამდენი ხანია გადაცემები მიყავს შენ დაუნებურად იქნება საჯარო ინფორმაცია რომელსაც ხელი მოაწერე ესე ხელმოწერის გარშე დათანხმდი რომ მე რო აქ გადაცემაში მოდივარ მიზანიც ეგაა რომ ხალხმა მოგვისმინოს ხო ეს იქნება
იქნება რა თქმა უნდა. ერთ-ერთი ადამო და შევთავაზე რამდენი აუდიტორიაში ყავდა 25 მსმენელი იყო და ერთ შევთავაზე რომ მეთქი რომელი ხარ თანახმამეთქი თქვენი სახელი და გვარი დავსერჩოთ მოუძებნოთ სოციალურ ქსელში რა ინფორმაციას ამოვიდა ერთმა მოდიო ჩემი გავაკეთე მოძებნე და ამოაგდო ამის ოჯახის ხე, საგვარეულო ხე, ოჯახის წევრები, შვილი, ბიძაშვილი, პირადი ნომერი, აბსოლუტური ყველაფერი. მეთქი რანაირად ეს რა არისო გაგიჟდა, საიდან მოხდა ეს ინფორმაცია აქვს და მე რა ვიცი მე მეკითხე შენი ოჯახის შესახებ ინფორმაცია, ოღონდ განახლე აპდეიტს აკეთებ და ვიღაცა მე მგონი რა და ესეთი რაღაცები მე მგონი შეგვიძლია რომ გადავაზღვიოთ რა, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან აი სულ იმას ვიძახი რომ უსაფრთხოებას აქვს ერთი ცუდი მხარე რომ შედეგს ვერ ხვდები რა, კარგად ვერ ზომავ. კარგად იცავ თუ არა უსაფრთხოებას რა. იმიტომ რომ ეს მყისიერად არ გაქვს რა თქმა უნდა. ხო და მე რო დაგჭირდება და შენ შესახებ ინფორმაციას მოიძიებს ისეთი ადამიანი რომელსაც ეს არ უნდა გქონოდა და პირადად განიცდი საკუთარ თავზე გამოცდი ამას მე ფიქრობ რომ ვაიმე ნეტა რაღაც წინასწარ მეფიქრა ამაზე და ზომები მიმეღო რომ ამ შედეგამდე არ მიუსულიყო მაგრამ უკვე გვიანია დროს ვეღარ აბრუნებ უკა მაგრამ სანაცვლოდ შეგვიძლია პრევენცია ხო და ამ პრევენციისთვის მე მგონი ცოდნაც გვაქვს უნარებიც გვაქვს გამოცდილებაც გვაქვს და არ ვიცი მე ვფიქრობ რომ ამ ხრივ კარგ საქმეს ვაკეთებ და ვეხმარებით ბიზნესსაც და ადამიანებსაც. აუცილებლად. ასევე იგივე მიმართულებაში. მეგობრებო, არ ვიცი, რაღაცა ტრენინგი გამოგვივიდა დღეს, მოკლედ მე ეგრე ვიგრძენი თავი და დარწმუნებული ვარ და კარგია თუ ცუდია? ძალიან კარგია რა, ძალიან კარგი, ძალიან სასარგებლო და ძალიან ექსპერტული რაც თავარია დღეს დისკუსია. სერგო, სანამ გაგზებ უკაცრავად ერთ რაღაცას დავამატებ, რომ მსმენელს ვთხოვ გულწრფელად, რომ საინტერესო შეკითხვები მათი თუ გაუჩნდებათ ან თემატიკასთან დაკავშირებით, რომელზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, ან კონკრეტულ საკითხთან მოგწერონ გამოგვიწერონ, დაგვაფოლოონ, გამოყვნენ უბრალოდ და ხო, განვიხილავთ იმ საკითხს, რომელიც თქვენთვის იქნება საინტერესო. ოღონდ მე და სერგო არა, მოვიწევთ კვალიფიციურ ადამიანს, როგორც ამ შემთხვევაში მიშა იყო ჩვენთან მოსული. დღეს ესე ზედაპირულად და ალბათ ზოგადად გამოგვივიდა საუბარი ფორმატიდან გამომდინარე. ძალიან ბევრი მიხარია. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა მიშო, ძალიან დიდი მადლობა ჯონი. ხო, ანუ ჩვენ ამ ამპლუაში კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ ანუ ყოველ ხუთშაბათს შევხვდებით ხოლმე და აი ზუსტად ამ თემის ირგვლივ ვიტრიალებთ ხოლმე, ხო, ამ სამართლებრივ თემებზე ვისაუბრებთ ძალიან ბევრ ისეთ აქტუალურ თემებზე, რომელიც რეალურად ჩვენ საზოგადოებაში ტრიალებს, ხო? და დღევანდელმა ეთერმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, ხო, რომ ინფორმაცია არ არის უბრალოდ რესურსი, ეს არის ძალა. იარა, ძალიან დიდი ძალა და ძალიან კარგი შეჯამება არის ნამდვილად ეგ ერთი ამ თავარი მნიშვნელოვანი წერტილი იყო. ინფორმაციას ეძახიან თანამედროვე ეპოქის ნავთობს, ხო თუ ოქროს რაღაცები. ფასი მიენიჭა. ეგრეა ხო დღეს ძალიან მაღალი. დღეს რეალურად ნავთობზე ყველაზე დიდი მიმართულება არის დიდი მონაცემების დამუშავება რა, big data ანალიტიკა. მოკლედ ჩართვა ტრამპის განცხადებამდე, ტვიტერის განცხადებამდე ინსაიდერ ტრეიდინგით დაახლოებით 60-70 მილიონებს სხვადასხვა ბირჟებზე შეუვლობდნენ ადამიანები. ინფორმაციით უბრალოდ ვიღაცა მოთხრავს ადამიანი ამას სიტყვის და მე შევდივარ ტრეიდინგს ვაკეთებ და შეუვლობ 60 მილიონს. ეს ინფორმაციის ღირებულება ბარელებში შეგვიძლია გავზომოთ და ამაში შეგვიძლია გავზომოთ. ეგეც თუ იცნობ ვინმეს. აუცილებლად გრუპ ჩატში ჩავაგდებ. მეგობრებო, ძალიან დიდი სიამოვნებით გავაგზავნებდი კიდევ, დავამატებდით კიდევ ერთ საათს, თუმცა ნუ აღარ გვაძლევს საშუალებას თვითონ დრო. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მოკლედ მივმართავ კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებელს, რომ აუცილებლად გვადევნეთ თვალი, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ვისაუბრებთ ბიზნესზე, ისე როგორც არის სინამდვილეში. დაგემშვიდობებით, მრავალ აღდგომას დაგასწროთ ღმერთმა. ასევე მადლობა. მადლობა თქვენ. მრავალ აღდგომას კარგად ბრძანდებოდეთ ნახვამდის.